საღამოშვიდობისა 31 მაისის ქრონიკას ჩემს კოლეგებთან ერთად მე სოფო ცერცვალდე წარმოგიდგენთ. რუსთავის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოეწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა. კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერაა შემუშავებული. ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებასა და ამომრჩეველთა მხრიდან დობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიები და აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიები აწერენ ეთიკის კოდექსს ხელს მდგომარეობას იმაში, რომ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრონ, რაც გააზრებული აქვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისია არის ნეიტრალური ორგანო, რომელმაც ელემენტარულად უნდა ჩაატაროს გამჭვირვალედ, სუფთად, ლამაზად და დემოკრატიულად არჩევნები და არც ერთ სამომრჩევლის სუბიექტის გვერდზე არ ფიქსირდებოდეს მისი თვარი შეხედულება. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე რუსთავის პარკში სამუშაოების ჯეო ხარისხი აწარმოებს. სამუშაოების შემსრულებელი ფირმის წარმომადგენლის განმარტებით ფეხი ცავალი ბილიკები უკვე მოწესრიგდა და ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს რუსთავის ახალ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთავრებულია ბეტონის მოედანი, ბეტონის სავალი ნაწილი, მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრებულია და საფარის დაგება ხვალისთვის ვაქვს დაგეგმილი და მორჩებით. პარკინგი როგორც ასეთი ასფალტის პარკინგი შემოსასვლელში, პარკის შემოსასვლელში საფუძველი ბორდეურებით დამთავრებულია, დარჩა ასფალტის ფენის დაგება. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმრო რუსთავის შენობაზე პარტია ჩვენი საქართველოს წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრის ფაქტი გამოავლინეს. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდაძის განმარტებით შესაბამისი ნებართვის არარსებობის შემთხვევაში ფაქტის სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული კოდექსის სუბიექტის დაჯარიმებას ითვალისწინებს. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი პარტიაშიც გაკეთდა. ჩვენი საქართველოს წარმომადგენლის განმარტებით ქმედება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით კანონიერია, რადგან სააგიტაციო მასალის გაკვრასთან დაკავშირებით შენობის კერძო მესაკუთრის სიტყვიერი ნებართვაა დაფიქსირებული. შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ 2 დღის ვადაში უნდა მიიღოს. ქალაქში ვიმყოფებოდეთ შემოვლაზე სასტუმროს შენობასთან უბრალოდ შევამჩნიეთ, რომ ამ წეკრანით აპირებენ გაკეთებას როგორც წინასწარი მონაცემებით ბანერის გაკვრას. რა თქმა უნდა, ბანერი ჯერ არ გაკრულა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ეს დაფიქსირდება, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 150-ე მუხლი, რომელიც არის თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება და ითვალისწინებს 50 ჯარიმას. თუ არ არის აკრძალვა კანონით, მაგრამ არც შეტანილია ნუსხაში, სადაც შეიძლება საარჩევნო აგიტაციის, მათ შორის განთავსება, მათ შორის ბანერზე ამ შემთხვევაში საუბარი, მე მგონი ეს გაფრთხილებაში. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს წესი, რომ მესაკუთრის თანხმობით თუ ეს კერძო საკუთრებაა, შესაძლებელია ამ მასალების, ამ ბანერის მათ შორის გაკვრა, განთავსება. ჩვენ მოცემულ შემთხვევაში ვისარგებლეთ ამ ნორმით დასავსებით სწორად და აი ამ ესე იგი სამეწარმოო სუბიექტია, როგორც ვიცი, სასტუმროს ხელმძღვანელისგან მივიღეთ სიტყვიერი თანხმობა, წერილობითი ფორმა საერთოდ არ არის გათვალისწინებული, რომ ჩვენ გამოგვეკვრა ბანერი საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებით, ასე შემდეგ. მიუხედავად აღნიშნულისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვწევთ კანონი დავიცვათ, ზედამხედველობის სამსახური დაინტერესდა ამ თემით, ჩვენ გქონდა საუბარი და გავერკვიეთ, რომ ჩვენი მოქმედება აბსოლუტურად სწორია, ხოლო თუ მაინც სადაო მიაჩნია აი ამ სამსახურს ეს, მაშინ მათ უნდა 2 დღის ვადაში შესაძლო სამართალდარღვევის გამოვლენიდან შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებსა და მისამართის გარეშე დარეგისტრებულ მოქალაქეებზე იუსტიციის სახლებში აქცია 1 ივნისამდე ხორციელდება. აქციის ფარგლებში აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი საბუთის აღება უფასოდ შეუძლიათ.
ამ აქციის ფარგლებში საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომლებიც მოხსნილები არიან რეგისტრაციიდან და ასევე რეგისტრირებულები არიან მისამართის გარეშე, შესაძლებლობა აქვს მიმართონ იუსტიციის სახლის ყველა ფილიალს, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და ყოველგვარი საფასურის გარეშე მიიღონ პირადობის მოწყობა და ასევე ფოტოსურათის მომსახურება. აქცია გრძელდება 1 ივნისამდე. რუსთავის საკრებულოსა და ახალგაზრდული ცენტრის ხელშეწყობით ქალაქში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი გაიმართა. ქალაქში სესიები 3 დღის მანძილზე გაგრძელდება. 90 მონაწილე ქალაქში სასტუმრო რუსთავში დაბინავდა. პროექტში მონაწილეობა თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების უფროს კლასელებმა მიიღეს. შეკრებილებმა ეთნიკური უმცირესობების თავდაცვისა და განათლების საკითხები განიხილეს. პროექტი მიზნად საქართველოს ევროპასთან დაახლოებასა და აღნიშნულ საკითხებში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვას ისახავს. დღეს ჩვენ ვესწრებით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ეს არის ახალგაზრდული პარლამენტის ასე ვთქვათ აქტივობები. ჩვენ წლების მანძილზე თანამშრომლობთ ამ ახალგაზრდებთან, მათ აქვს სხვადასხვა აქტივობები ქალაქის მასშტაბით, ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ ვცდილობთ, რომ წავახალისოთ ისინი ამ აქტივობებში. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოს უკვე მეოთხედ ატარებს რუსთავის რეგიონალურ სესიას. სესიაში მონაწილეობას იღებს 90-მდე მონაწილე, აქედან 30 ოფიციალური პირი, 60 დელეგატი. მონაწილეები არიან როგორც რუსთავიდან, ასევე თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან. სესია გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. მთლიანი სესია მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. ჩვენი სლოგანია აიმაღლის სტანდარტები და ვცდილობთ, რომ ევროპული ფასეულობით ვიაროთ. ასე რომ მგონია, რომ კარგი სესია გამოვა. ჩვენ სესიას აფინანსებს რუსთავის საკრებულო ახალგაზრდობის ცენტრი და სურს, რომ ზართ საქართველოსა და ინგლისის საფრანგოების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. რუსთავის რაგბის სტადიონზე ბილეთების შეძენა ყოველდღე 12 საათიდან 18 საათამდეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თამაშს რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რუსთავის სკაუტების ცენტრის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის ბენეფიციარები უფასო დაესწრებიან. თამაში რუსთავში 4 და 8 ივნისს გაიმართება. მივიღეთ გადაწყვეტილება გავიტანოთ ესეთი მნიშვნელოვანი თამაშები თბილისიდან საქართველოს სხვა რეგიონებში იმისთვის რომ რაგბი უფრო პოპულარული გახდეს ადგილებზე ესეთი საჩუქარი გაუკეთოთ ჩვენ გულშემატკივრებს არათბილისელ გულშემატკივრებს და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ამჟამად რუსთავზე და იმედია რომ ჩვენი ძვირფასი რუსთაველები მობრძანდებიან როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან თამაშზე გავსებული იყო სტადიონი, ისევე იქნება გავსებული ეხლაც. სათრო ბილეთების გაყიდვა რუსთავში დაიწყო რუსთავის რაგბის სტადიონზე სალაროებში. ბილეთის ფასი ვიცით 1 ლარი სიმბოლურად. გარდა ამისა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 500 ბავშვი რუსთავიდან დაესწრება თამაშს უფასოდ. რუსთაველმა ნიჩბოსნებმა ფოთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს. სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრზე მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა გუნდებთან ერთად აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრები გუნდებიც იღებდნენ. საერთო ჯამში პირველობისთვის 150-მდე სპორტსმენი იბრძოდა. რუსთაველი ნიჩბოსნები ხვალიდან საქართველოს პირველობაზე ჩაებმებიან, რომელიც თბილისში კუს ტბაზე გაიმართება. ჩვენმა ბიჭებმა თემურ შუგაგიძე მეორე ადგილი დაიკავა 200 მეტრიან დისტანციაზე და 500 მეტრიან დისტანციაზე ზურაბ შარიქაძე და კიდევ 2-3 მესამე ადგილი დაიკავა ქალაქ რუსთავის გუნდმა მთლიანობაში. რაც ვფიქრობ, რომ ნორმალური შედეგი არის. ეხლა ამჟამად ვემზადებით, ხვალე ტარდება საქართველოს ღია ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში 200 მეტრიან დისტანციაზე მივიღებთ იქაც მონაწილეობას. მონაწილეობას იღებდა როგორც საქართველოს გუნდები, ასევე აზერბაიჯანელი წარმომადგენლები იყვნენ აზერბაიჯანის და ახლა ვემზადები საქართველოს ჩემპიონატისთვის, ხვალ მივდივარ თბილისში და იმედია იქ უკეთეს შედეგს ვაჩვენებ. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი 21 და მე-17 მიკრორაიონების მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა. დავით ჯიქიამ ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და უბანში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. შეხვედრაზე კანდიდატებმა ქალაქის განვითარების ხედვა წარმოადგინეს და პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დასაქმება და არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. იმ
საკითხების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც მოსახლეობა კოალიციის წარმომადგენლებს ესაუბრა. მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში საქმიანობას მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური ყველა პროექტი რაც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის აუცილებლად გაგრძელდება. Altfel, tu are sau bari sport სასახლეთან მიმართებაში აუცილებელია, მაგრამ არა ინფორმატიულ რეალურად არსებობდეს 8 მილიონზე იყოს საუბარი. Შეიძლება მომცრო ზონის გაცილებით მოქნილი გავსი ობიექტი გაკეთდეს. მოსახლეობას ჰქონდა პრობლემა იმისა, რომ სახურავებში წყალი ისევ ჩამოდის და ან იყო უხარისხო და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ და თქვი რომ აუცილებლად მოკლეული იქნება, სადაც გაკეთდება კონკრეტული პროექტები, მოხდეს მასიური გაკეთება ამ პროექტთან გადახურვის მასიური და არა ისე რომ თქვა ერთ სადარბაზოში ერთი მონაკვეთი გაკეთდეს და დანარჩენი იმის გამო რომ თქვა მათ არ აქვს სულ ან ვიღაც არ ქონა სული არ უნდა გაკეთდეს ანუ უნდა გაკეთდეს თუ კეთდება კონკრეტული პროექტები მასიურად იქნება ალბათ საკითხები რომელიც ადვილად მოსაგვარებელი იქნება და შევეცდებით რომ უახლოეს მომავალში მოგვარდეს ეს იქნება საკითხები უფრო დროში გაწელილი და ეს ყველაფერი იქნება შეთანხმებული მოსახლეობასთან მათი მოთხოვნით უშუალო ურთიერთობით ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შეხვედრა რა თქმა უნდა არჩევის შემთხვევაშიც თუ გავიმარჯვებთ არ ვაპირებთ ჩაკეტვას კაბინეტებში ჩვენ შეხვედრა გვიწევს ჩემს მშობლიურ ადგილში ასე ვიტყოდი სადაც მე მომიწია 25 წელი ცხოვრება არაჩვეულებრივი ადამიანები მშრომელები ენთუზიასტები მათ თავიანთი შრომით ძალიან ბევრი რამე გაუკეთეს ეზოს გამწვანებული მოუვლილი ეზო აქვს და მე მინდა არა მარტო ჩემს მეზობლებს ზოგადად ყველა მაცხოვრებელს დაუპირდე იმას, რომ ეს 4 წელი ჩავდგები მათ სამსახურში. ყველა ამომრჩევლის, ყველა მობინადრის პრობლემა იქნება გულამდე, გულთან მიტანილი და თანადგომა არ მოაკლდებათ მათ ჩემი მხრიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი მოსახლეობას აქტიურ რეჟიმში ხვდება. მან საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს გააცნობს. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა მურვანძესთან ერთად განიხილა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ადგილობრივმა საცხოვრებელი ბინების ავარიულობა დაასახელეს. მამუკა ჩიქოვანმა დაზიანებული სახლები პირადად მოინახულა და მათ მფლობელებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა. ეს სამუშაოები აბსოლუტურად შეჩერებულია. ფაქტია ის, რომ არც ერთი ადგილობრივი ხელისუფალი, არც მაჟორიტარი დეპუტატი, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი არჩევნების მერე არ დაინტერესებულა ამ პრობლემებით, არც ქალაქის მოქმედი ხელმძღვანელი და შესაბამისად თითქმის არ არის დაკარებული. საცხოვრებელი კორპუსები საჭიროებს აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამაგრებით სამუშაოებს. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება გამაგრებით სამუშაოებმაც არ უშუალოს, ამიტომ დროულ გადაწყვეტილებას და დროულ ჩარევას საჭიროებს და შესაბამისად ერთში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ იმდენს გავაკეთებთ, რომ ეს დასახლება, ეს უბანი იქნება მოწესრიგებული და აუცილებლად გავაკეთებთ ყველა ჩავატარებთ იმ სამუშაოს, რომელიც ჩასატარებელი არის. ბევრი პრობლემა აქვს ამ დასახლებას და აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ავაშენოთ წვენდელის დასახლება და მთლიანად ავაშენოთ რუსთავი. აუსაქმებელი ხალხი დავასაქმო და მივხედოთ შიდა ეზოებს, გარე განათებას მივხედოთ. მე საერთოდ ნაციონალების მომხრე ვარ იმ თავიდანვე, ჯერ ამ ხალხის ძალიან ბევრი კარგი გაგვიკეთეს და იმედი მაქვს დარწმუნებულიც ვარ, რომ ძალიან ბევრს გაგვიკეთებენ კიდე. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია ჩვენი საქართველოს რუსთავის მერობის კანდიდატი ეროსი კიცმარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ეროსი კიცმარიშვილი 21 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც ეროსი კიცმარიშვილმა განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ყველა რუსთაველი დასაქმებული იქნება. მისივე თქმით, რუსთავი ქვეყანაში ნომერ პირველი ქალაქი გახდება. შეხვედრას მაჟორიტარობის კანდიდატი გოგიტა მელიქიძე ესწრებოდა. ხალხის მთავარი პრობლემა რჩება უცვლელი. ყველა ეზოში სადაც მივდივარ, მეორდება ერთი და იგივე. სამუშაო. და მე მომაქვს ის იდეა, რომელსაც ქვია, როგორ შევქმნათ 10000 სამუშაო ადგილი, ანუ რუსთავში არ დარჩება ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს და კონდეს სამსახური და ვერ მიიღებს ამ სამსახურს. ჩემ შემთხვევაში ეს მოხდება. მე მაქვს ხედვა, მე მაქვს ამის კონკრეტული გეგმა და ძალიან საინტერესო ისაა, რომ ამ შეხვედრის მერეც მოსახლეობა ამას იღებს დიდი ინტერესით და სულ უფრო და უფრო მეტია მხარდაჭერა. ძალიან ბევრი ბავშვები არიან, მაგრამ სკვერი არ არის წესიერი, ვერ ბავშვები გაერთონ. მეორე ის არის, რომ ძალიან ბინძური ეზოა.
არ არის სუფთავი. სადარბაზოებში გარეთ როცა წვიმს, პადიეზებში სადარბაზოებშიც მას ეწვიმს და ეს მთლიანი ცენტრალური ტრუბები რაც არის, აი სულ ასხავს სადარბაზოში. და აი მაგის პატრონი არავინ არ არის. ერთადერთი ეს გვაწუხებს უყელას. ნინო ბურჯაანძე ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი ყოფილ მესამე პროფსასწავლებელში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. კობა ძლიერშვილი მათ პრობლემებს დეტალურად გაეცნო და გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა. მერობის კანდიდატი ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. ყველაზე ძალიან ამ ადამიანებს სჭირდებათ გვერდში დგომა. საერთოდ ზოგადად მთელ რუსთავს სჭირდება გვერდში დგომა, მაგრამ ამ ადამიანებმა უკვე ნახეს ერთხელ საკმაოდ დიდი განსაცდელი და ასე რომ თითოეული ჩვენთაგანის ვალი არის, რომ უფრო ფაქიზად მოვეკიდოთ მათ პრობლემებს, უფრო უნდა გადაუწყდოთ ამ ადამიანებს, ამათა პირდაპირ ნახეს, გაჭირო, პირდაპირ შეხვდნენ ამ ყველაფერს. ასე რომ ჩვენი თანადგომა და უფრო გაფრთხილება ასეთი ადამიანების მიმართ ეს არის აუცილებელი. მოგეხსენებათ ამ კორპუსში ესაა მეორე ყოფილი მესამე პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი ცხოვრობენ დევნილები აფხაზეთიდან, სოხუმიდან, ოჩამშირიდან, გალიდან და ძირითადად ამათი ყურადღება გამახვილ აქცენტი გამახვილებულია პრობლემებზე, რომ მოუწესრიგებელი არის გადახურვები, ჟოლობები გასაკეთებელი არის, წყლის გაყვანილობები, გამწვეობის იმის მილები არ არსებობს, რომელთაც თქვა წყალი რო გროვდება გასაწვევია და ამ შემთხვევაში შენობა დგას წყალში და დიდი პრობლემა არის. შეჭრებული ოჯახებისთვის სოციალური პაკეტების შექმნა, ომის ვეტერანებისთვის დახმარება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. ეს ის დაპირებებია, რომელიც რუსთაველის ქუჩის 24 ნომერი ბინის მაცხოვრებლებმა კოალიცია ბურჯაანაძე ერთიანი ოპოზიციის მეორე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისგან მიიღეს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი კობა ძლიერიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივების პრობლემებს ადგილზე გაეცნო, შემდეგ კი მათ საარჩევნო გეგმა გააცნო. ჩვენი პარტია, მე თვითონ ჩვენი ქალაქის მერის მერობის კანდიდატი ყველა ერთაზე ვართ, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანს უნდა დაუბრუნდეს თავისი ფასი, რაც დაკარგულია დღესდღეობით. შეჭირებულების დახმარება, სოციალური პაკეტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ერთი და იგივე პრობლემაა ყველგან უმუშევრობა და შეჭირება. სნეულობაში მყოფი ხალხის ომის ვეტერანების დახმარება აუცილებლად უნდა გაიზარდოს და რამენერად იმ დონეზე უნდა წამოწიოთ მოსახლეობა, რომ ამ ფასადების და ასეთ ვითომ და გალამაზებას მე თვითონ დაიწყებს ეს ადამიანები. მე მგონი რომ ყველაფერი მისაღები არის. მით უმეტეს ამ უმუშევარ ხალხისთვის და ბევრს უნდა დახმარება და ყველაფერი და ბევრ ამას აკვირდება და ღმერთმა ქნას, რომ გაიმარჯვოს და გადალახოს ის ბარიერი, რაც საჭირო არის და ხალხისთვის სიკეთე გეეკეთებინოს. პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რუსთავის მერობის კანდიდატმა ივანე შათირიშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა კოსტავას ქუჩის მოსახლეობას გააცნო და ადგილობრივებს უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კაპანაძე წარუდგინა. მერობის კანდიდატის განცხადებით ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე მოხდება. 7 მილიონი სულ სეგმენტი. ჩემი მერობის პირობებში მუნიციპალიტეტში გაეზდება როლი მუნიციპალიტეტს. დღეს თუ 12 ადამიანია, იქნება 24, 30 იქნება საჭირო 30 ადამიანს გავზდი სახელმწიფო ხარჯებს ხელფასების თვალსაზრისით და მივიღე ბევრ ადამიანს ოღონდ სპეციალისტებს, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან ამ 30 ადამიანს ხშირი კონტაქტები იქონიოს, რომ ხალხმა ირწმუნოს პირველივე დღიდან, რომ ხალხმა ირწმუნოს, რომ მთავრობა მის გვერდზე დგას. აქ არ იქნება ჯდომა 12 ადამიანის, თუმცა შეიძლება ეხლა სარზიან, მაგრამ შენობაში 30 ადამიანი ხშირ კონტაქტში იქნება მოსახლეობასთან. ამათი პრობლემების ძალიან კარგად ვიცით, უფრო მეტი ისტორია, რომელსაც მე წიგნად მაქვს გამოცემული რუსთავის ისტორია. ძალიან კარგად ვიცი პრობლემები. ამიტომ როცა ხვდებით პრობლემების, კი არ ვსწავლოთ პრობლემების გადაწყვეტის გზებს სახამ. გაიცნო ამ უბნის პრობლემებს. რა თქმა უნდა დაპირებებით მივიღეთ, ჩვენ მხარს უჭერთ ჩვენი უბანი, პირადად მეც მხარს უჭერ ამ პარტიას.
ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი გოგოლის ქუჩის მოსახლეობაში ხვდა. დავით ჯიქია დასახლებაში არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო და ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. კოალიციის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა შავაძე წარუდგინა. უბნის მაცხოვრებლებმა კანდიდატებთან სამუშაო ადგილების შექმნის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა. პროგრამაც არის გამოძახილი მოსახლეობის მიერ დაგროვილი პრობლემების შეჯამებისა და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად მოხდება ის, რომ დიდი ყურადღება მიექცევა ჭყონდელ დასახლებას და მე გეტყვით კიდევ პირდაპირ რომ აქ ამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი კონკურენტი იყო ამოსული თქვა მერობის და ცეთი განცხადება გააკეთა რომ თვითმმართველობა თქვა წელწადის 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევდა ამობანს და მინდა გავუმარტო რომ წელწად ნახევარი ამ 2 წლიდან ისე ძველი ხელისუფლება იყო მათ შორის მერეშ და შეედოთ თამამად გაეკეთებინათ თემა იმისა რომ გაჩერებული პროექტები ცოტა არ იყოს სასაცილო იმიტომ რომ წელწად და ზემეტი ისევ ძველი ხელისუფლება მთლიანი შემადგენლობით იყო. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე ჩემს მოსახლეობას, ჭყონდიძელის დასახლების მოსახლეობას პირდებით მხოლოდ ერთ რამეს, რომ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ჩვენს დასახლებაშია, მე არ დავიშურებ ძალღონეს და ბოლომდე ვიბრძოლებ ამ პრობლემების გადასაჭრელად. მე-19 მიკრორაიონში კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე ისაუბრა. რის შემდეგაც მოსახლეობის პოზიცია მოისმინა. მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, კორპუსების გადახურვას და საბავშვო მოედნების მშენებლობას ითხოვს. შეხვედრას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ კამკამიძე დაესწრო. ძირითადი საკითხი რაც მოსაგვარებელია და რასაც ითხოვს ხალხი სოციალური პროგრამების ნაკლებობა არის და ამ კუთხით გვინდა რომ უფრო გავამჯობესოთ მუშაობა არის საბავშვო ბაღებზე ძალიან დიდი მოთხოვნა აშენდება სავარაუდოდ 3 ახალი ბაღი ეს გეგმა ჩადებული გვაქვს არის სანიაღურე სისტემის დიდი პრობლემა ქალაქში და ჩვენ აუცილებლად გამარჯვების შემთხვევაში დაუბრუნებთ ქალაქს სანიაღურე სისტემას რომელიც 5 წლის წინ გაიყიდა. შევხვდი ოცნების კანდიდატს, ძალიან მომიწონა საუბარი, მეც დაუსვს ეკითხები გამცა ნორმალური პასუხი, მივიღე და რა ვიცი, ველოდებით ალბათ რა ვიცი, რაღაც იქნება, იმიტომ რომ ჯერავს მე იმ პიროვნების ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ჯიქია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მამუკა მიქაუტაძესთან ერთად შეხვედრა მე-7 ამ მიკრორაიონის მაცხოვრებლებთან გაამართა. კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ზოლის კეთილმოწყობა და სადარბაზოების რეაბილიტაცია. ეს იყო საკითხები, რომელიც მოსახლეობამ შეხვედრაზე დააყენა. დავით ჯიქიას განცხადებით გამარჯვების შემთხვევაში ყველა პრობლემას მოსახლეობასთან თანამშრომლობის გზით მოაგვარებს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში და კონკრეტულად ჩემი გამარჯვების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში ვაპირებთ აი ამ პრობლემის გადაწყვეტას, იმიტომ რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც ფაქტიურად არ უნდა არსებობდეს დღესდღეობით, არ უნდა ჩამოდიოდეს ოჯახში წვიმის დროს წყალი. პადოლები არ უნდა იყოს სარდაფები სავსე წყლით. აი ეს პრობლემა აწუხებს მოსახლეობას და თუ დღეს არ გადაწყდა ეს პრობლემა, სავალალო შედეგამდე მივართ მომავალში. ამიტომ ეს დაუშვებელია. ვესაუბრეთ აი ბინების კრიშა არ გვივარგა, პადვალი არ გვივარგა, წყლები არის და მოგცან თანხმობა რომ ყველაფერს გააკეთებს. იმიტომ გააკეთებს რომ მე ჯერანს ამ მოსახლეობას, ამ ხალხს, რომელიც დათო ჯიქიამ უნდა გააკეთოს და დათო ჯიქიამ უნდა მოგცეს ჩვენ შველა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა თბილისის ქუჩის 37 ბინის მაცხოვრებლებს გააცნო. სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ მამუკა ჩიქოვანი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მამუკა ჩიქოვანის განცხადებით რუსთავის მოსახლეობის პრობლემები იდენტურია და მისი გამარჯვების შემთხვევაში ქალაქში სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე დაიწყება ზრუნვა. უილზე მოგებული ხელისუფლება მოვიდა სამწუხაროდ ხელისუფლებაში დღეს ეს თვალნათლივ ჩანს. იმის მაგივრად რომ ეს დაპირებები შეესრულებინათ, პირიქით ახლა იძახიან რომ ჩვენ ყველაფერი შეუსრულეთ, რასაც დავპირდით. ანუ აპრიორშივე თავშივე არ აპირებენ ამ
თავიანთი დანაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ ამის გამო ძალიან კაცრ პასუხს მიიღებენ მოსახლეობიდან. ერთში ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქალაქს აქვს იმის ინტელექტუალური რესურსი, მატერიალური რესურსი, რომ ეს ქალაქი იყოს მოწესრიგებული ქალაქი, ეს ქალაქი მუშაობდეს. ამ ქალაქს აუცილებლად ავამუშავებთ და აუცილებლად მოვახერხებთ, რომ საბოლოო ჯამში საცხოვრებლად სასიამოვნო, კომფორტული ქალაქი იყოს. მოსული იყო ბატონი ჩიქოვანი, რომელსაც ვიცნობთ კარგად. დავკვირდა, რომ ჩვენი ასაკის ხალხს დაასაქმებს და სამუშაო ექნება. პრობლემა გვაქვს არც ერთმა არჩევნებმა, რა ვიცი, ჩვენში ვერ იმუშავა და არც კარუსელები გვაქვს, არც მოედანი არ გვაქვს ბავშვების. შევკვირდა, რომ გექნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დასაქმება და ბიზნესის ხელშეწყობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 21 მიკრორაიონის მოსახლეობას საკუთარი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. რის შემდეგაც მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მინდია აფციარუ წარუდგინა. დღევანდელ შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანიც ესწრებოდა. მთავარი არის რომ რუსთავი ავამუშავოთ. ეხლა მთავარი არის რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ამაზე გაკეთდება ორიენტირი. სწორედ ამაზე იქნება ორიენტირი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომ ახალი სამუშაოები შეიქმნას. ბიზნესის ხელშეწყობა, განვითარება, დამატებითი რეგულაციებისაგან განთავისუფლება. ეს არის უმთავრესი, რომ ბიზნეს გარემო შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური ფონი, რომელიც ძალიან მძიმედ აწვევა მოსახლეობას, გაუმჯობესდეს და საბოლოო ჯამში მივახციოთ იმას, რომ რუსთავი იყოს კარგი, სასიამოვნო საცხოვრებელი ქალაქი. ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, ხალხს ვასწავლთ ჩვენ პროგრამას, რომელიც წარმოდგენილი აქვს მამუკა ჩიქოვანს და ჩვენს გუნდს. უკვე ხალხს გადაწყვეტია, რომელ პროგრამას აირჩევს და როგორ გადაწყვეტოს 15 ივნისს. პარტია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატი კობაძლიერიშვილი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ცინცაძესთან ერთად ომის ვეტერანებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მერობის კანდიდატის განცხადებით ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. სიტყვას ვიძლევით, რომ ნებისმიერ ასეთ საკითხს, როგორც ახლა ესენი თავი პრობლემებზე გვიყვებიან, რაღაც გაუსაზრის პირობებში უწევთ ყოფნა, რომ ჩვენის მოსვლის შემთხვევაში ჩვენ ყველანაირად გვერდში დაუდგებით ამ ადამიანებს. ეხლა მე ვისმენებ, თუ მათ შორის არიან, რომლებსაც სახლი აღარ აქვთ, სახლები აღარ აქვთ. დადიან მშივრები, არიან გაუსაზრის მდგომარეობაში. სამსახურები როგორც ყოველთვის დიდი პრობლემა არის ახლა ამ ეტაპზე ჩვენ ქალაქისთვის. და ისე ვიტყოდი, რომ გულსუნ გაიტეხავენ, იყვნენ შემართულები, როგორც შეფერით ასეთ კატეგორიის ადამიანებს და ჩვენ მათ გვერდში დავდგებით. მე დავყარგე ბინა, გარკვეული მიზეზების გამო ახლა ყველამ ისეთ რა მდგომარეობა არის. შევიჭერი ბინაში 20 წელი არავინ არ ცხოვრობდა. მაგრამ ახლა გამოჩნდა პატრონი, გაატარა რესში და მოდის აღმასრულებელი მე ბინა უნდა დაცოლმა. წასასვლელი არსად არ ამაქვს. დღეს შევხვდი მერობის კანდიდატ ძლიერიშვილს, რომელსაც ჩემპიონად ახმარება. არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატმა დღეს მწვანე ზოლის განადგურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ალექსანდრე ბერძელეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებს ახეების მოჭრას აპროტესტებს. მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მერობისა და მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს მწვანე ზოლის შენარჩუნებისთვის მემორანდუმის გაფორმებას თავაზობს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას მიმართოთ, ყველა პარტიის მერობის კანდიდატებს და ყველა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს მიმართოთ. ხვალ შევიკრიბოთ 12 საათზე ჩვენ რეპორტაჟებით ჩვენ ოფისში, რადგან ერთობლივად ავიღოთ პასუხისგებლობა ქალაქზე, გავაფორმოთ ერთგვარი მემორანდუმის სახით, რომ აქ ისეთ მდგომარეობაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რომელიმე პარტია გაიმარჯვებს და რომელიმე პარტიის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან საკრებულოში. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს ერთობლივი განცხადება იყოს, მოსახლეობას უთხრათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვზრუნავთ ქალაქზე, არსებობს რაღაც წითელი ზოლები, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება ქალაქისთვის და ალბათ ეს ქალაქის მოსახლეობისთვისაც უკეთესი იქნება, რომ დაჯერებული იყოს იმაში, რომ ნებისმიერი პარტიის მოსვლის შემთხვევაში რუსთავის მწვანე ზოლი შენარჩუნებული იქნება.
აგრძელებთ გამოშვებას. წინასაარჩევნო პროგრამა კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ მე-14 და მე-15 მიკრორაიონის მოსახლეობას გააცნო. ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება, სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იმ პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა, რომლის განხორციელებასაც დავით ჯიქია ადგილობრივებს გამარჯვების შემთხვევაში დაპირდა. შეხვედრაზე, რომელსაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნელ ლაბაძე ესწრებოდა, უბანში არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრეს. მოქმედო გეგმა იქნება ქალაქის კეთილმოწყობა, ამ ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. უკვე უნდა მორჩეთ რაღაც ლანძღვას, გინებას და საქმე უნდა დავიწყოთ. აუცილებლად ეს საქმე გასაკეთებელია. უნდა გაკეთდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული საკითხები, მოწყობის საკითხები ქალაქის, სადარბაზოების საკითხები, შიგა კვარტალური გზები უნდა მოწესრიგდეს და ასე შემდეგ. ამას ვიძახით ყველა ჩვენს გამოსვლაში, ჩვენ შეხვედრებში მოსახლეობასთან და ის ნიჰილისტური განწყობა, მე არ მეშინია ამ სიტყვის უნდა ვთქვა, რომელიც დღეს ჩვენს მოსახლეობაშია, უნდა შევცვალოთ რადიკალურად. ჩვენი უკვე საკრებულოში შეკრებისთანავე და მე არ მეშინია კიდევ ამ სიტყვის, იმიტომ რომ ყველა მონაცემებით ქართული ოცნება იმარჯვებს ძალიან დიდი ანგარიშით. მე ვენდობი მაგუნც და ალბათ აჩვენებს ხასაც მიცემათ. იყო რაღაც ჩვენი პრობლემები, მე მათგან გამიხარდა ის რომ ქალაქში უნდა შემოყვანა ტექნიკური წყლის, რაც ალბათ უკვე უფრო გაანაშიანებს და გამწვანება ეზოების მოხდება მაგეთი. კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რობიზონ ლომიძე სპორტის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა რობიზონ ლომიძეს უბანში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობამ შიდა ეზოების მოწესრიგებასთან ერთად სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას თხოვეს. შეკრებილები მაცხოვრებლები და გამოსვლავენ თავის გულის ტკივილს. პირველი, რასაც ეგენი ამბობენ, არის მათ წინ არის მოედანი მერიის წინ გაკეთებული, რომელიც არასწორად არის თავიდანვე დაგეგმარებული, არასწორად განვითარდა და რატომაც ეს ხალხი გაღიზიანებული არის იმის გამო, რომ ეს არასწორად არის გადაკეტილი აქვს გზა ქალაქში, გზა არის გადაკეტილი. გარდა ამისა, ეზოს მოწყობაზეა საუბარი. შიგა მოედნის მოწყობაზეა საუბარი და საჭიროა საკითხები. ახლა შედარებით ახლა საუბნებთან აქ გადახურვის პრობლემა არ არის და ასე ვთქვათ კომუნიკაციების პრობლემა. პატრიოტთა ალიანსის რუსთავის მერობის კანდიდატმა ივანე შათირიშვილმა განცხადება გააკეთა. ივანე შათირიშვილი ხელისუფლებას უპატრონო ძაღლების საკითხით დაინტერესებას თხოვს და ქალაქისთვის ყველაზე მძიმე საკითხის მოგვარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს. აი ამ უპატრონო ძაღლებმა გადაჭამა ეს ქალაქი. 2 წელიწადის საკრებულოს ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ ქონდა ჩვენ საუბარი რომ როგორ მოუვაროთ. ერთჯერ 40,000 ჩავდეთ თამაში. დავხარჯეთ სხვა რამეში, შემდეგ არ გავაკეთეთ. სავანტყოფოში რომ მივიდეთ, ათობით ადამიანს ნახავთ, ბავშვები არიან დაკვენილი და მოზარდები და დიდი ადამიანები. ამ ქალაქს ყველგან მივდივართ შეხვედრებზე, საუბრობთ ამას ვიზამ, იმას ვიზამ. მაგრამ ვინც იყო ხელისუფალი, არაერთჯერ ჩემგან მათთვის მითითებისა და სხვებისგანაც ასევე მოსახლეობისგან თხოვნის და მითითებისას ეს პრობლემა უფრო მტკივნეულად დღეს ქალაქში და ერთჯერ და სამუდამოდ ხო შეიძლება მილიონებს პირდებით, აშენებას პირდებით და ეს მაწანწალად ძაღლები ვერ მოგვიშორებიან. პატრიოტთა ალიანსის რუსთავის მერობის კანდიდატი ივანე შათირიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. მერობის კანდიდატი ამჯერად მესხიშვილის პირველი გასასვლელის ნომერ მე-7 ბინის მაცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. თავრესი საკითხი რაც არის ისევ და ისევ არის ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ჩანგრეული ხიდები. არანაირი იმედი არ აქვს ადამიანებს, არ უნდათ არჩევნებზე მოსვლა. ჩვენ შემთხვევაში, ჩემი მერობის შემთხვევაში, იქნება ვამბობ ღია კარის მუშაობა. ყველა ადამიანის თითოეული პიროვნების დაფასება, რომ ამ ადამიანებს ჯერ წმენა უნდა დაუბრუნდეს. თორე არ არის ეს ხალხი ისე დარჩენილი, რომ მაგალითად მათ პატრონი თვითონ არიან თავის პატრონი, მაგრამ ხელისუფლება არანაირად არ ეხმარება.
პარტია უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე მერობის კანდიდატმა ელგუჯა ქოჩიაშვილმა დღეს შეხვედრა მეგობრობის 10 ნომერის მაცხოვრებლებთან გამართა. მერობის კანდიდატმა ადგილზე მათი პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში მოგვარებას დაპირდა. ელგუჯა ქოჩიაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა. შეხვედრები ქონდა ფალიერის 4 ნომერში, ხალხმა ძალიან კარგად მოგვისმინა და მიიტანა გულთან და ჩვენც ანალოგურად მივიტანეთ გულთან. ვიყავით თბილისის ქუჩაზე 19 ნომერში, ძალიან თბილად მიგვიღო ხალხმა და მიხვდა რომ არის საშველი, არის გამოსავალი. აი ეს პრობლემები რაც დღესდღეობით ჩვენი ქალაქის წინაშე, ხო, ამას პატრონი უნდა და გადამწყვეტი უნდა. მთავრობის ნება თუ იქნება და ხალხის ნება რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში პირადად მე, ხო? ვარ 100%-იანი გამკეთებელი. პარტია საქართველოს გზის რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მერობის კანდიდატი ცურტაველის მოსახლეობა შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, მოსახლეობას მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება და მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსთაველებს საშუალება ექნებათ ხელისუფლებასთან უშუალო ურთიერთობებით მათთვის პრობლემური ცურტაველზე მცხოვრებ მოსახლეობას აქ არის უამრავი პრობლემები. არიან ადამიანები, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ და 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მიმართეს მერიას და არანაირი რეაქცია არ აქვს, რომ ის 100 ლარიანი შემწეობა დახმარება აიღონ მერიიდან, სრული ესე გარიყურლები არიან ხელისუფლებისგან და სრული საწოდაობა, რასაც მეუყურებ და ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში და გეუბნებით რომ ჩემი მოსვლის შემთხვევაში აი ამას დავამთავრებ, ეს მარაზმი დამთავრდება და ერთხელ და სამუდამოდ კომუნიკაცია აღდგება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ქრონიკა 9-ის ნახევარზე დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.